სინავს იავანა მამის დარდო დაიძინეთ კბილა უფალსებარებოდეო გაგითენო სტილა სათუთო დამშვენიერო ჩემო პაწაწინა ლამაზო და სანადრელო ჩემო გულის დარდო შენ ზღაპრების საუფლოში ზეცკიდან ავარადობს იავანა მამის დარდო გარეთ ღამესინავს ჯერ მამალს არ უღივალია დაიძინეთ კბილა თვარის ხუბლის სარეცელაზე რახანიას წინავს ნანას კეთხვი გენაცვალე ჩემო თვალის შინა ვარსკვლავები ციმციმებენ შენ საყვარელ ფერებს გაიზარდეს სამშობლოსთვის მამას ახელე ლამაზო და სანადრელო ჩემო გულის დარდო შენ ზღაპრების საუფლოში ზეცკიდან ავარადობს იავანა მამის დარდო გარეთ ღამესინავს ჯერ მამალს არ უღივალია დაიძინეთ კბილა ჯერ მამალს არ უღივალია დაიძინეთ კბილა ყოველგვარი ზედმეტი წარდგენის გარეშე დათო არჩვაძე კომპოზიციით მამის იავნანა. დილა მშვიდობის დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და მადლობა თქვენ. აი ძილისკენ წავედი პრინციპში როგორც სადებითი გაგებით. თემატურად დაგვჭირდა ეს სიმღერა და სპეციფიური სიმღერაა. ეს არის პროექტის ნაწილი, ერთ-ერთი სიმღერა. ვისაუბრო და ზუსტად მაგიტომაც შესრულდა, იმიტომ რომ დილის 9 საათზე ნამდვილად არ მივაძინებდი ხალხს პირიქით. ძილის დრო არ არის, უნდა გავიღვიძოთ ყველამ. ეს არის დეკანოს თამაზ ჩოხელის ლექსზე შექმნილი ძალიან საინტერესო თემატიკა მოგეხსენებათ მამის იავნანა, როდესაც მამა უმღერის ბავშვს. შეიძლება პირველები არ ვართ, მაგრამ ძალიან იშვიათად არსებობს ესეთი ძირითადად დედა უმღერის, ვიცით ყველამ და ამ შემთხვევაში მამებს შეუძლიათ ისწავლონ, მოეფერონ თავის შვილებს აი ამ ლამაზი იავნანით და მაქვს დაგეგმილი პროექტი, დაწყებული მაქვს უკვე დიდი ხნის მანძილზე მუშაობა. დაახლოებით 5 ერთი ავტორის 5 სხვადასხვა იავნანა შევა ამ ალბომში, რომელიც რა თქმა უნდა კონცერტით აღინიშნება. საშობაოდ მაქვს დაგეგმილი რაღაცა სიმბოლურად ავარჩიე, რომ ძალიან ახლო ამბავია ძალიან ახლო ამბავია, მოახლოვდა უკვე და აი ფაქტიურად თქვენთან ვაჟღერებ ამ ინფორმაციას ექსკლუზიურად. ველოდებით ამ კონცერტს და ამ ალბომს, რომელი ალბომიც ჩემი აზრით სამაგიდე წიგნი რო არსებობს, აი ეს ისეთი თერაპიაა, რომ თითქმის ყველა ოჯახში უნდა იყოს და ავიცი, ჩემ შვილებს ყველას თავისი იავნანა აქვს. შესაბამისად აქ შევა დედის იავნანა, მამის იავნანა, დედის და მამის იავნანა, როდესაც დედა და მამა ერთად უმღერის ბავშვს. ძალიან საინტერესო იავნანა ჩაიწერა ახლა, ფეხმძიმე დედის იავნანა, რომელსაც პრეცედენტი არ აქვს მართლა. მარიამ როინიშვილმა იმღერა თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად, მოგეხსენებათ იავნანების დედოფალია თამრიკო და ამ ოჯახს ვანდე ეს ჩემი იავნანა, რომელსაც ვიდეო რგოლი გვაქვს დაგეგმილი. მოგეხსენებათ ჩვენი უწმინდესის კეთილინება, როდესაც ის ნათლიად მოეკიდა მთელ ქვეყანას, მაშინ იმრავლა ჩვენ საზოგადოებაში ფეხმძიმე ადამიანები გაჩნდნენ, უფრო ჭარბად და იმ სტიმულით, რომ ის იქნებოდა ნათლია და
ასევე აი ამ იავნანის დატვირთვა, ვიდეოს დატვირთვაც ეს იქნება, ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს. ძალიან საინტერესო პროექტია. იავნანების. ძალიან მაგარია, დაველოდები დიდი სიამოვნებით. მოდი ზოგადად გადავიდეთ, სად დაიკარგა ბაფთიანი თბილისური გიტარა? აი ქართული სალონური